ну ეკლესიის მიერ დადგენილია რომ დიდი მარხვის მესამე კვირა არის ჯვარის თაყვანისცემის კვირა. რატო აირჩია ეს დღე ეკლესიამ რა დატვირთვა ამ დღეს ყველამ ქრისტიანის ვინც მარხოს ინახავს და ღვთისმსახურებას მონაწილეობს ესწრება უშუალოდ ემზადება წმინდა ზიარებისთვის. ჩვენ მაშინ და გავიხსენოთ თანმიმდევრობა დიდი მარხვის კვირების რომ პირველი კვირა არის კვირა მართალო ზეიმის, მეორე კვირა გრიგოლ პალამას ხსენება თესალონიკეთა ეპისკოპოსის და მესამე კვირა არის ჯვარის თაყვანისცემის კვირა. მართალო ზეიმს ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ეს არის ზეიმი ვინმეზე არა ძლევა ამ სოფელზე. მაგრამ ძლევა პირველ რიგში საკუთარ თავში. ძლევა სოფელზე და წმინდა ცხოვრება მათი მოწამეობრივი ღვაწლი აღსასრული არის ეს მაგალითი ამ სოფლის უარყოფის საკუთარ თავში პირველ რიგში და მე სოფელთან მართებაშიც ეს ამ სოფლის სასურსო არ აყვება ადამიანი. ხალხი იმისა, რომ მათ შეიძლება ქონდეს თავისი ემოციები, გრძნობები, წარმოდგენები, მაგრამ თავარი არის მისთვის ერთი რამ. უფლისადმი სიყვარული, რწმენა და უფლის სიტყვის თანახმად ცხოვრება, მისი ცნებების ცხოვრება. და თუ შეძლო ადამიანმა ესე განლო თავისი ცხოვრების გზა, მაშინ იძლევა რომ მან იზეიმა ამ სოფელზე. და მეორე კვირა გრიგოლ პალამა მაჩვენს მაგალითი იმ საშუალების ეპისკოპოსის მოღვაწისა, რომელიც ჭეშმარიტების ქადაგებისთვის და ჭეშმარიტ დაცვისათვის, ჭეშმარიტ სასწაულისათვის და თავი იღვაწა იყო შეფრიცილის სამისა დევნისა საყობილებს მოუწია მათ მაგრამ ბოლოს სიმართლე გაიმარჯვა. ანუ ჩვენ ვხედავთ რწმენის და სარწმუნოების და ჩვენი ცხოვრების მაგალითები არის. მესამე კვირა ამიტომ გვახსენს რომ თუ ჩვენ ვიცით ვინც ცხოვრებით მრავალი არიან ვინც ძლია სოფელს თავის თავში მაშინ შენც უნდა შეძლო ძლია სოფელს თავში თუ ხარ ქრისტიანი რას ნიშნავს ძლია სოფელს უფალი ამ ვისაც უნდა იყოს შენ მუწაფე უარყოს თავითვისი აიღოს ჯვარითვისი და შემოდგეს მე ესოთ ეს სიტყვები სახარებიდან მარგოს სახარებიდან დაკითხული იყო კვირა დღეს ტირვაზე და რას ნიშნავს უარყოს თავითვისი და შენთვის არის ეს სიტყვები რომ ვისაც უნდა რომ გადარჩინოს ეს სულია ძველ ქართულში ეფენი დარწმუნდას ანუ დაკარგოს დაივიწყოს და ვინცო დარწმუნს თავისუფლს ჩემთვის და სასופელისათვისო ის ხონდებაო მოხაც პერიფრაზია იმავე შინაარსის თვითველი რომელიც გეუბნება რომ მორწმუნე ადამიანს შენ გინდა რომ იცხოვნება მაშინ უარყავ თავი შენი და შენი როგორც ყველა ადამიანის გაურებული და დაცემული ცოდვით დაცემული ბუნების კარნახით უნდა იცხოვრო ისაც გონია რომ ეს შენი პიროვნულთვისებებია ესე დაცემული ბუნებიდან შენში ჩანერგილი ეს დამოკიდებულება ამიტომ ეს უარყავი ანუ დაივიწყე დაკარგე ეს და თუ მინდა ცხონა და ვინცო უარყო ეს სოფელი
ის აცხონებს თავის სულს. აი ესეთი არის დატვირთვა მესამე კვირის სახელწოდების დიდ მარხვაში, რომ ჯვარის თაყვანისების. ანუ უფლის ჯვარის ხშოვნით ჩვენ ვიხსენთ, რომ თითოეულ მართებს ჯვარის თვითვა. უზრუნველმა თქვა, ისიც უნდა იყოს შემოწაფე ჯვარი შენ და შემოდექმე. უარყავ თავი შენი. ანუ უარყავ ამას სოფლის მიტიკელებანია. შურის გზობა იქნება, რაღაცის განკითხვა იქნება, თუ ესეთი არასორი გზით გამდიდრების სული შენში ზრახვებია. უამრავი შეიძლება გემოთ მოყარების, პატივ მოყარების, დიდების მოყარების ზოგი სასმოს ეტანება, ზოგი სხვა რაღაც დამოკიდებული ხდება ამ სოფელზე და ამ დამოკიდების გამო უარყოფს ღვთისმსებებსაც, სიმართლის სიტყვას, შეშმარიტებას. თვალია რომ ეს დამოკიდებულია მისი სულისთვის. და ვინც უარყოფს აი ამ მიდეკილებებს და ცნობუნებისა და გაუძებს აი ამ სასურს და გასასწრებს, აიღებს თავის ჯვარს, აიღო შენი ჯვარი. შენი ჯვარი უნდა აიღო. ვიღნის ჯვარი კი არა. შენი ჯვარი ნიშნავს, რომ რაც შენ ცხოვრებაზე გაქვს გასასწრები, ეს უნდა იტვირთო. რწმენით, სასუებით, უფალსმინდობით, ვედრებით, ლოცვითა და მარხვით. აი ეს არის მთავარი სულიერ შინაგან უხილო ბრძოლაში. რატომ ადამიანის ჯვარი იგულისხმება? მაშინ ხომ მაცხოვარი ჯვარზე გაკრულიც არის ხოლმე, ჯვარს რატომ აქ ეს დატვირთვა? როდის არის გაკრული? როცა ამ სიტყვას ამბობს, აღიღე ჯვარი შენი, ხო? და ეს ჯვარი რატომ იგულისხმება? უფალმა ხույც ისეთ მოვიდა. კი, ეს კი, მაგრამ ჩვენ ტელემაყურებლებს რომ განვმარტოთ ყველაფერი. გარდა ამისა, თვითონ ჯვარზე დასჯა ადამიანებს ხდებოდა უკვე მაშინ. ეს რომაელებმაც მრავალი ჯვარს აწვეს ესე და მოიყო, მაგრამ ისრაელში გვარი დამამცირებელი სასჯელი ეს კი ყველგან წეულია, ძეოზე დამოკიდებულია. ნუ ძეოზე ძელი ხა ზოგიერთ სექტანტი უნდა სწორხაზოვანი ერთი უნდა ყოდა იმაზე დაკიდებული, ბოძივით წარმოდგენიათ. ძელი მარტო ბოძი არ არის, ძელი ხისგან არის, ხო ესე და ეს ხეზე დამოკიდებული, რატო ხის ნაყოფის მიღებით მოხდა დაცემა. ამიტომ შენ შეეწირე ამას და გამოსხილოს ხდება ის რომ შენ სხვებსიო თავისებურად ძლევ იმ ხის ნაყოფს. ის გეგონა ვინიცობის მოყარეობის მიმზიდველი, ну, აი შენ მიიღე ეს და თუ ამას თქვათ მიიღებს შენ და ეთანხმები, როგორც ის გონიერი ავაზაკი, მეორეს ეუბნება, რომ ჩვენო სამართლიანად ვისჯებითო და ის უსამართლო, ის მართალიო მაცხოვრზე ამბობს. და სწორედ აი ამ ხედვით მას რწმენას მიეცა ქრისტესი და ნებავშენდა ითხოვ მომიხსენე, ოდეს მიხვალ შენ სოფელოში, სასოფელოშიო, იქ მომიხსენეო. ასე რომ ჯვარს ეს დატვირთვა აქვს, ითათ მონებს ამ დამიოხავს, დიდ დამლაში მძიმე დამნაშავეს, ხო, იქ ხო ორი ავაზაკი იყო გაკრულ ჯვარზე. და ესეც რომ მაჩვენებელია და ავაზაკთა შორისო, მაგრამ ავაზაკობისაც ცოდვა ქონდა ჩადენქეს, ასეთ არ უცოდველია, ხო? ამიტომ სწორედ ამით მოხდა, რომ უცოდველი მსხვერპლით მოხდა გამოხსნა ცოდვისა, ბიოქიმიური ცოდვისა ადამიანისა და თითოეულ ჩვენგანში, რომ ჩვენ გვაქვს მაგალითად მოგვეცა, რომ ემსგავსოთ იმ გონიერ ავაზაკს. ნუ თქო ჩვენ ეს განსასწრებელი
და უსამართლობები ხდება ქვეყანაზე ვეკუთვნის ჩვენი ცოდების გამო. მიტვირთოთ ამიტომ უდაწვენელად ავიტანოთ ეს. მოთმინება გქონდეს და ნუ განკითხვაში ჩავარდებით და მით უმეტეს ღვთისგმობაში ჩავარდებით. თორსა რა დავაშოვე მაგისთან ზოგი დახის რომ აი ესეთი მოთუ კი არ დავაშოვე შენ გამოს და გადიხარ და ჩაბარებ ამ გამოსას თუ არა კი არ დავაშოვე მერე საშუალება ის იგი რაღაცა გაქვს იქეთი გაკეთებული შენ არ შენ წინაპარს ის გამოც შენ ეს გამოც და თორე მამები ამბობენ როცა არაფერი ხდებოდა მონასტერში და კარგად ყოფილი მაშინ ვტიროდითო ჩვენ რომ დაგვიწყო უფალმა ჩვენ რა ცოდები არა გვაქვს ხო რომ იმის განსასწრელი მომდის ჩვენზე და ხავთ მაგრამ ეს მორწმუნე ადამიანის აზროვნების ცოტა სფერო და პერსპექტივა ხედვა ითვალისწინებს აი უფალთან ურთიერთობას და ღვთის გაგების და ღვთის ნების შემეცნებას მაგრამ ვიცით მენ არ აქვს იმის შესაძლია ის უმეცრების გამო ვერ ხდება მიზეს თავის ასეთ მდგომარეობის ხო ის ავაზაკს გაუნაცა და ის და მეორე ავაზაკი ვერ მიხდა და ისევ მაცხოვს გმობდა აღზევდა გმობა შეგძლებდა ხო ეს არის საიდუმლო ქრისტიანული სარწმუნოებისა ხო ეს ხდება დეუშობაზე არა რაიმე ფიზიკური ძალით არაღიდან ფულით არა აი მოთმინებით მიტევებით საშუალებით წმენით სიყვარულით მოწყალებით თქვენ უმეფება აი შაბათს იყო სახარება სადაც საუბარია იგავით გვესაუბრება მენახის მეპატრონეზე და აი ამაზე რომ ვისაუბროთ და განმარტოთ და პირველ ჟამს მოუწოდა თავის ვენახში სამუშაო და პირდა რომ გადაგიხდით უიმუშავებ მთელი დღე ერთ დრაქმასო მე მესამე ჟამზე გავიდა მე მეექვსე ჟამზე გავიდა და ბოლოს დღე იწურებოდა მე-11 ჟამი იყო ანუ მწუხრი ჟამია და დაინახა კიდე გზა თქვენ არ დგავთ ცენტრი უხმათო არა დაგვიძახო ჩვენ და დგევართ ხო ისე არ მოხდა შეხვედრა მათი უფალთან რაღაცის გამო მაგრამ ყოველ საქმის გეთებაც გვიან არის მაგრამ დაეთახრენ აი წავალთ და მე როცა ანგარიშწორების ჟამი დადგა უფალმა უთხრა თავის მნესო მიეცი ყოველს ასე ვისაც აიკუთვნეს და დაიწყე ბოლოს ვინც მოვიდა იმათ ჯერ იმათ მიეცი და პირველი ვინც პირველ ჟამიდან იყო ჩვენ მთელი დღე ვიღვაწეთო ეს პაპანაკება ის რომ გადავიტანეთ და იგივეს გვაგლებათ იმათო ხო აი ხარ პრინციპი ღვთისა ფსალმუში არის ცხადად ნათქვამი იგი წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ უფალო აი და წყალობით ხდება აი რაც სამართლის მიხედვით ხდება და ეს უთხრა მაცხოვარმა რომ აი იგავში მე ხო ერთ დრაქმაზე მოგირიგდით თქვენ ხო თანახმა იყავთ ანუ სამართლია თქვენ რაც გეგებთ ხო მიიღეთო და ამას ჩემი წყალობით ვადლებთ თქვენ რა შეგშურდათო ხო და აი ეს არის რომ ჩვენ გავხსენებთ მაგრამ არის განმარტება რომ ეს ბოლო ჟამზე საუბარია თაც კაცობრიობა არის დასაწყისოდაც პირველ საუკუნეების ქრისტიანებმა შეიცეს ქრისტე და მისი ეწამებოდნენ ცხოვრობდნენ ასკეტური ცხოვრებით ხო უფალი უთმობდა საშუფევლს მასთან ერთობაში ყოფნას და არის ბოლო ჟამი რომელსაც ჩვენ ველოდებით და ფაქტობრივად ვართ კიდევ ამ ბოლო ჟამში როგორც ივანე მახარებელი ერთ ეპისტოლში რომ
ბოლო ჟამი უკვე არისო. ანტიქრისტები უკვე არიან ჩვენ შორისო, მაგრამ ის ბოლო უკანასკნელი ჟამი კიდევ წინ არის. ბოლო ჟამი მხრივ რომ ყველა წინასწარმეტყ აღსრულდა, ბოლო დარჩა. ქრისტეს მეოთხე მოსვლა და საყოველთაო აღდგომა და სამსჯავრო. ეს დარჩა აღსასრულებლად, მაგრამ ვინგან იტყვის ეს რომ ჟამი დადგება. უფალმა იცის, ამის ცოდნა უფალმა ჩვენ არ მოგცა. მაგრამ მოგცა ნიშნები, რომლითაც შეხვდებით რომ მოახლოებული ეს ჟამი. რა ნიშნებია სახარებაში დაიკითხო. მათი სახარებაზე მეოთხე თავი შეიძლება გადაიკითხო და დაინახოთ რომ იქ ორი ისეთი ნიშანი არის განსაკუთრებული ყურსაღები. გამრავლებით და უსჯულობისათა მრავალთა შორის განხმის სიყვარული. და მეორე არის რომ იქ ადეგებს სახარების მთელ ქვეყანაზე და მაშინ დაიწყება განდგომა. ნუ კიდევ სხვა ნიშნებიც არის მოცემული. მოცემული თავის ეპისტოლებშიც არის ეს ნიშნები. ანუ თუ ჩვენ შევამჯამეთ ამ ყველა ნიშნებს მივხვდებით, რომ ჩვენ ამბობთ აი ამ ბოლო ჟამში ვართ, მაგრამ ეს არის რომ ამდენხანს გაგრძელდება ეს ბოლო ჟამი. 10 წლები, 100 წლები. ჩვენთვის აი ამ სოდა არის მოცემული და მას ყოფილები უნდა უწაფებს მათ კითხვაზე რომ ხროდის იქნებო ეხლაო? არა, არ არის თქვენთვის ეს მოცემულიო. თქვენ იღვაწეთ და უფალი განსის თვითონ. რომ უთას უფალმა აი 3000 წლის შემდეგ ხო დიდი დრო გაქვს და აღარაფერს არ გავაკეთებთ. ან მე ხომ მანამდე მაინც ვერ მივახცე და მე რა ვიცი და თავს და უცა შენ არ იცი როდის მოვა უფალი. მაშინ ყოველთვის ელოდები მას. იგივე ჩვენი გარდაცვალება ხო? შეიძლება ასე ვთქვათ, ხო მე უფრო. ჩვენ რო ვიცოდეთ, როდის გარდავიცვლებით, ბევრ ამბეს არ გავაკეთებდით და ბოლოს გადავიტანდით გასაკეთებლად. კიდე შეიძლება პირიქით, რომ მაინც ხდები და ბარემ ეხლა და დაიწყოს უწესო ცხოვრებას. დიახ. თქვენ უფრო გარკვეულწილად ეს ბოლო ჟამი ადამიანებზეც ხო დამოკიდებული, თუ წავართ ღვთისკენ ეს დრო გაიზრდება და თუ უზნეობით ვიცხოვრებენ, მაშინ შემცირდება. კი. ნუ ეს დრო და ჟამი ღვთის ხელშია. აი ჩვენ ვერ განვაგებთ ამას. ესეთი საქმეა. თქვენ არის ასეთი შეკითხვა კიდევ თუ შეიძლება რომ გითხრათ დავსვათ რომ აი მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ოჯახში თუ აღმოჩნდება კათოლიკური ხატი ან წიგნები რა უნდა ვქნათო როგორ მოიქცეთო? ნუ ზღაჩია რა აღმოჩენ შენ სახლში. პირველში შენ თავში აღმოჩენ. ისა შენ გარემოცაში აღმოჩენ. ეს საკითხია რომ უფრო დაკონკრეტებას ითხოვს. ასე პასუხი. რას გულისხმობ თქვენ ამ კითხვაში? აგერ თქვათ ხატი არის ლათინური კათოლიკური ხატი, მათი გამოშვებული ლიტერატურა არის ხო? ნუ ლიტერატურა შეიძლება მოძვარს მიუტანო და თათ ის გეტყვის მაშინ. დაიკითხო თუ თვითონ დაიტოვოს, დაიკითხო გაიცნოს და მე გეტყვის განგიმარტავს. ეს მოდათა ურთიერთობის რა გადაწყვეტავს. ასევე ხატი. ნუ ფაქტობრივად კათოლიკებს ხატი არც აღარ აქვთ. ეხლა უბრუნდებიან ხატს და ჩვენ მომლოცველთან ერთად მოვილოცეთ იტალიაში სიწმინდეები და იტალიაში შევდიოდით, იტალიაში ნახეთ რომ ადგილზე არის ძველი ხატი, ბიზანტიური ხატი, კანონიკური ხატი და შესაძლოა რომ ამ ტაძარში არის თავარი სიწმინდე ეს ხატი.
საოცრებო თვითონ ხსებია რომ ეს რასაც უთოდის კანონიკურ ხაზს და რომ უძველეს რომ ეს ნამდვილად კავშირში არის იმ პიროსახესთან რომელიც გამოსახავს წმინდანთან ასე სარკმელი მარადისობაში სარკმელი სასופელოში და მიმართა იმ პიროვნებას იქ გამოსახულება ის ესეთი პრინციპები ხატერაში არის სხვაგან არ ხდება ჩვეულებრივ ხატრობაში არის ბუნებრივი განზომილება ჩემიდან სადაც იქ შორს და შორსაც არის ის პატარავდება ახლოს ასე ახლოს მე ვარ და ხალხი არის უკუ პერსპექტივა შენ ხარ იქით რაც შორს არის ის დიდად ჩანს რას ნიშნავს რომ ახლოს არ სუფალი ჩვენთან არ სუფალი და მოგიწოდებს რომ შენ დაინახო შენ თავი მის წინაშე დაილოცე რომ თუ უფალი ისმენს უფალი ხედავს ერთ-ერთ ფსალმურში არის საოცარი სიტყვები რომ ესე იგი მიმართავს თქოს უფალი ან წინასწარმეტყველი რიგით ადამიანებს ეუბნება რომ როგორ ვერ ხდებით თქვენ უგუნურნო რომ ვინცო შექმნა თვალი ის ვერ ხედავსო ვინც ყური შექმნა მას არ ესმისო ვინც ჯული და სამართალი მოგცა არ განეკითხავს ჯული და სამართალსო ვერ ხდებითო ანუ ეხო ორხრივი კავშირია და შენ თვალი მოცემული გაქვს იმის რომ დაინახო და ყური გაიგონო და მაგრამ ფიზიკურად დაინახავ თუ სულიერ დაინახავ შენ სულიერ თვალით ხედავ თუ მიწიერ თვალით შენ სმენით რა გესმის ცუდი სიმახშორებს თუ კარგ სიმახშორებს ნო უფალი განშიც გახშობს მსები მოგცა ჟული მოგცა შენ რა არ ელოდები რომ ამაზე პასუხს აგებ ხო აი ასე ვიტყვით აიტომ ისაც თქვათ ჩათვლითო არ არის բայց ნუ ამ შემთხვევაში ანუ კანონიკური ხო და არის გამოსახული სწორად მაშინ ნუ იმას არ ილოცებ იმიტომ რომ დარღეულია იქ როცა ხო გამოსახული სიმბოლურად რაც გამოხატულია ის უკვე აღარ გაკავშირებს შენ უფალთან და ამასინად ერთმა პიროვნებამ ითხრა რომ აი ზოგიერთი არის შემთხვევაში მაცხოვს რომ ჯვარზე გამოსახავს რომ სამოსითო კვართითო არის მთლიანათო და შეიძლება ეს იყოსო და თუმცა სახარებაში არ წერია რომ განძარცვესო და მის სამოსელი გაიყვესო იმ დაცვის ვინც ხალხი ნუ მეომრებმა და კვართი მთლიანი იყო წილიყარესო და წიასამეტყვა ახშულდაო ხო იქ ფსალმურში არის სამოსელი მათ შორის და კვართსაც შემდგე განიგდეს წილი ხო ეს რაც ნიშნავს შენ წიასამეტყვის სიტყვას რომ განხორციელდა და რეალიზდა ქვეყანაზე იმას ვარყოფ რატო ხათრე რას ნიშნავს შემოსილი არის კვართით თუ სხეულით რომ სწორედ სხეული ჩანს რომ რეალურად უფალმა კაცობრიო ბუნება ცოდის გარდა იპირთა და ყველა ეს ტკივილი რაც შეიძლება სხეულმა განიცადოს მან საქართველოში დაიწყეს ასეთი ხატების დაწერა მეფე არა ნუ მაჩვენეს ვიღაცამ აი შესთავაზა ეს ხატი და რა არის ეს ნუ თქვენ ეს ნიშნავს სახარების სიტყვის უგულებელყოფას ნიშნავს რომ რატო იქ სხეული რატო არის ხო ნამდვილ ფიზიკური სხეულთა როცა შემოსილია ნუ ახლა სიმბოლიზირებულია ახედა აქ რეალიზებულია რომ ნამდვილად ხორციელოთ და მაშინ თვითონ ვინც კითხა გაუჩნდა კითხვა და
იმიტომ ხარ რომ კვართი სწორია და ხარ და რუსაში შეეული იქ უნდა გამოხატო რუსთულია ის გამოხატო ეგ უკვე ალბათ მეთქი იმას უნდა კითხო მეთქი რატო აკეთებს თავისი აზრები აქვს წარმოდგენა თუ უბრალოდ მარტივია ხო ესე გრძელი კაბა და შეღება და დამთავრდა შეეულის ნაკვთები არა გამოსავალ აი აჩი ხო ანუ რა შეძებს ადამიანი წერია ცხადად ესა და ჩვენ მოციქულები ხედავდნენ ამ შეეულს უყურებდნენ ხედავდნენ თიშობელი იქ იდგა და მოწაფე მისი იოანე ახლა იქ იდგა რას უყურებდა შემოსილ შეეულს თუ შეშოს და ორგანიზმი და რეალურად თუ ფიზიკურად მოხდა ეს ყველაფერი თუმცა ღვთის უდიდესი განგება აღშურდა იქ და მაგრამ ეს მერე განიცადეს იმ ტკივილის აღდგომის შემდეგ გასობირის მოწაფეებმა რომ სიდიადე ამ შეწულის ხეპლისა და შენ კიდე ეს ხეპლი დაფარო აი საური ადამიანში ну როცა თავისი რაოთო შემოიტანოს განსხვავებული და ისინი განსხვავებული უფალთა მიმართებაში როგორია ამას არ გითხულობ აი ასე რომ განშია რა გამოსახულება არის იქ შეიძლება არ ილოცო მაგრამ სამახსოვროდ ვიღაცამ რო გაჩუქა შეიძლება დაიტოვო იყოს მაგრამ იქ არ უნდა იყოს კრეხელობა რა თვითნებურობა აი მაგალითად ხო არის თქვენებო რომ მაცხოვარს თავზე ჯვარი აქვს ხო გამოსახული ჯვარი ხო ასე რო აქვს დაყოფილი წარწერით ხატზე და შარავანდეთში იქ მას არა აქვს თქვათ ლათინური მასში ხო მარტო შარავანდეთი აქვს სულთან ამ შარავანდეთზე თუ მასში კანონიკას ვიკითხავთ არის 3 ასო ბერძნული ომიკრონი ომეგა და n ონდოს არსი მერტი თითარსი მარტო მერტია დამით სიმბოლ გამოხატავს რომ აი მერტი ჩვენთვის გადმოვიდა ქვეყანაზე რა იმათ ხატებში არ არის ეს ნუ ხაი რაცა სხიოს ხატავენ ხოლმე ხო მაგრამ კანონიკა სწორედ გულისხმობს რომ გახსოვდეთ რომ მერტი ჩვენთვის გადმოვიდა ზესთან ქვეყანაზე იშვა აქ დაითმინა ყოველი სიკვდილი და პირადად გადაწყვეტა გაკეთა ხო იესო ნაზარელი მეუფე 2000 ესეა და მეუფე 2000 ანუ ხსნელი მაცხოვარი მეუფე ესეთი ხატი ჩვენ სალოცავ კუთხეში უნდა ბრძანდებოდეს თუ ცალკე შეიძლება დავდოთ და შეიძლება ხო რაღაცა ვიღაცის საჩუქრები რო გაქვს იმის შემთხვევაში გადაგდებით არ უნდა გადავაგდოთ არა შეურაცხყოფა შეიძლება თუ გამოსახულება არის ის და იცი რომ მაცხოვარი ხო შეიძლება დაუბრუნოთ მიუტანოთ ან არ მიიღო იცი რა ეს არ შეგოგიდან გამახარო რა ნუ ხა ვთქვათ გაფუჭებულ იმას აქვია ვარს ხო არ მომცემე ვარსლი შეიძლება მიჭა მოჭა რაღაცა იქიდან კიდე ვარგობდეს მაგრამ თუ მაგ კარი საღი მომეცინა სრული მომეცი თქვენებო ასეთი კითხვა კიდე რადგან ამ საკითხს შევეხეთ ხშირად არის შემთხვევა როცა ადამიანებს ხატის სახში დაუზიანდებათ ხო და აი შემდეგ ან გადააგდებენ ან ტაძარში მოაქვს და ტოვებენ არც მოძღვარს უტოვებენ უბრალოდ მოიტანებენ და ჭიშკართან დადებენ ტაძრის ყუდოსთან და იქ ტოვებენ აი როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში აი ხომ მეგიტვით რომ გაჩნია რა მდგომარეობაში აი ერთ ტაძარში რომ მომიწევს სახურება პირა ტრაპეზზე იყო პატარა ესეთი ხატი დამწობის იყო ალბათ 80%-ზე მეტი დაფარული მაგრამ ის ფრაგმენტები ჩანდა მაინც მიხდება მაცხოვრის ხატი იყო ხელთუქმნელი ხატის სახე იყო და ვკითხე მოდელს რატო გაქვს მეთქი აქ წინა ტრაპეზი და აი თვა მოწონე მოიტანაო და რა ვქნაო ეხლა როგორ მე არ ვიცი რა ეკნა და ადრე წინა ტრაპეზზე მეთქი
ხო იცი დაზიანებული ამაზე ხვერცი ლოცებ მეთქი და ხო აბა რა ვქნაო იცი მოდი გამატანე ხატი და ერთ რესტავრატორს ვიცნობ და შემეკითხები თუ შეიძლება მის აღდგენა მივიტანე და გამარჯვებული თუ ყურა და რაღაცა ხაზები მაინც იკითხებაო ვეცდები მე რა აღვადგინო გავიდა ხანი და მითხრე იმან რომ აი მე დავასრულე რაც შემძელი შეგავაკეთეო მოვედი და გაუგნებული ვარ სული სახე არის როგორ დაინახე და აი ხაზები მე იმიტომ რომ რესტავრატორმა დიდი გამოსილება აქვს და უამრავი ხატები ნანახი და მიხდა სტილი რა არის აი ხატის რომელი სტილი არის გაკეთებული და იმ ხაზებით მე აღდგინა ნუ გამიხარდა ეხლა მე ვამბზენი იმ ტატრში და მოდას არა მოდას ვთქვი იცი რა რესტავრატორმა დამიბრუნა ეს ხატი და რომ მოხალ მეთქე გაგატან რაღაც აყუნება ის რაღაცა და მე მართლა საქმე ქონდა და მოვიდა ჩემთან და ეს მეთქინა დავჭირებელია ეს ის ხატია აბა ნახე მეთქი ის რა სასაულიო მეთქი აი სიყვარულს უფლის სიყვარულს ვერ შეუძლია მეთქი მოინდომა იმან დახედა და ნუ ცოტა გამოსილება ქონდა ნანახი ესეთი ტიპის ხატიც ქონდა ნანახი ხო ცოტა სკოლა არის ხოლმე რაც განსხვავდება აი შეიძლება მაგრამ შესაძლებელი აღდგენა რა ვისამ მიიწევს აღსადგენად გააჩნია და რამასთან განაკეთა თუ თაბაში მოტყდა იმას მაშინ ის ნატეხი არა გაქვს ვერ მიაწებებ მაინც უნდა ზიანებულია და თუ ფერწერულ ხატია შეიძლება გამოსილდეს რესტავრატორმა შეძლოს იმ აღდგენა ან ფრაგმენტულად ისე რომ სახე იკითხებოდეს თორე საეკლესიო კანონებით თუ დარღვეულია ეს გამოსახულება იმაზე არ ლოცულობენ ან დაღადგინო ან ახალი გადახატო მოფება ახ შეიძლება არასწორად გამიგონ მაგრამ რაღაცას ვიტყვი აი უფალი ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეს და ამისთვის მოგვიწოდებს თავად უფალი ხო თქვენ მოფება და ხატი ხო უნდა გიყვარდეს პირველ რიგში და მასე ლოცულობდა რო დაზიანდება აი თქვა შვილი რო დაზიანდეს ან ხელი მოწყდეს ან ადგილას ხო არ გადავაგდებთ მეუფეო სახლიდან ხო მივხედავთ მოუვლით შვილია და გიყვარს და ამ ხატს რატო ვექცევით ასე გამოდის რომ არ გიყვარს ხო მეუფე ისე გამოდის ხო იქვე გავიმეტებთ გადასაგდებად ერთი მე რა სხვა ხომ აქვს ესე გამოდის ხო ხო ნუ ეხლა საერთოდ გაუფასურება ხდება ხატის სამწუხაროდ რა მხრივ იგი ძველად ხატვერი იმდენი არ იყო რომ ამდენი ხატა დახატო ეს ერთი მეორე არის წესი ხატის წესი აი თქვა ათონის თაზე არის შენარჩუნებული ჯერ დაფა უნდა იყოს შესაძლებელი ჯიშის ხის მასალა მეორე ხდებოდა პარაკლისი ხდიდა და იკურთხებოდა დაფა იკურთხებოდა საღებავები რომლაც უნდა ხატულიყო თვითონ ის ხატერი იმ წმინდანის და იმ დღეს საულის ტროპარს ან პარაკლისს უნდა დაიხდიდა ლოცულობდა და მე შეუდგებოდა რომ მე ჩემით კი არა ღვთის შეწევნით ხო ვიტყვი და იმ წმინდანის მეოხებით ვინც ის სახეც არის გამოსახო ანუ დალულება რწმენა ლოცვით მარხვით ხო და ეხლა მიიტა სტამბაში და ტირაჟი 1000 რამდენიც გინდა იმდენი იქნება და მოხდა გაუფასურება ეს ტექნოლოგიური თუ ტექნოგენური ჩვენი ცივილიზაცია რომელსაც აი შუა საუკუნეებში იწყება მე-16 საუკუნიდან და დღემდე მოდის მაგრამ ის აუფასურებს ამ საკრალურ ხარეს
ну, вообще твой хата იქნება, თუ სიწმიდე იქნება. Ну, ყველაფერი სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს გამოვლინებული ჩვენი საწუნი დამოკიდებულება. გზავნილება ურთიერთობაში ამ სიწმიდესთან და აი რომ ყველაფერი გაუგროვებული, მაგრამ ეს არის ურწმუნოების გავრცელების შედეგია ქვეყანაზე. შენ თუ ნამდვილი ხატი გინდა, იქ იაფასიან რაღაცას უკი იყიდი. დადი ნახე ხატწერი. ნამდვილი სერიოზული ხატწერი. ეს თხოვე იმას. რომ შეგისურს ეს ხატი. და ძირფასი იქნება შენთვის ხატი და როცა სტამბაში ესეთი 1000-ობით ტირაჟით გამოცემული რაღაცა უკვე გაუფასურებული შენთვის. კი სახე იგივეა. ძირფასია. კი შეიძლება შენ იყიდო. მაგრამ უკეთესია რომ წვენ შესრულებული იყოს ეს ურწმუნო ადამიანის მიერ შესრულებული იყოს. ცოდნე ადამიანის მიერ შესრულებული იყოს. არ ვიღაცა ნოვატორი, გამომგონებელი. თქვენ აი ახლა თქვენ რასაც შეეხეთ ამ თემას, ახლა ბიზნესი გახდა უფრო ეს და ისეთი აი მუსულმანურ ქვეყნებიდანაც კი შემოაქვთ ხატები, მათი შესრულებით, რომ აქ გაყიდონ შემდეგ და ფული იშოვონ. ეგ რამდენად მისაღებია. ქვეყანა შეიძლება არის, მაგრამ ვინ შექმნა ეს ხატი? ეგ ქრისტიანი არის. ხო იცი. რომ ქვეყანა არ აქვს მნიშვნელობა. ბავშვს ამდენ წლების წინ იერუსალიმიდან რაღაცა ჩამოიტანა აი ეს სტამბოლში დაბეჭდილი ხელთუქმნელი ხატი მაცხოვრის. ну ვერონიკას ხატსოი დახიან იქ ორი სახე არის ერთი ხელთუქმნელი ხატის ერთი ვერონიკას და მოძღვარს კითხა რომ აი ეს შეიძლება თუ არა და ჩემო კეთილ ადამიანო იერუსალიმიდანო цари ფურცელ ჩამოიტანო ისიც ძირფასი შემთისო და რას ეძიებო თუ შენ თუ ლოცვა გინდა ილოცო დამოკიდებულება წმინდა იონე შახაილს და საფრანცისკოს კითხეს მე რომ ეხლა ზოგი ამბობს რომ ძველ ხატებს უნდა ილოცო ახალზე არ უნდა ახალზე უნდა ილოცო და თქვენ რა სიტყვით და ეუფემ პასუხა იცით რა შეიძლება ძველ ხატებზე ილოცოთ შეიძლება ახალ ხატებზე ილოცოთ და თავად ილოცოთ ლოცვა თუ არა გაქვს რამიშულობა შენ ძველი თუ ახალია თუ შენ სწმენა არ გაქვს საკმარისი თუ სიყვარული თუ სასწრაფო არ გაქვს შენ სულიერ დამოკიდებულება არ არის ჯანსაღი და რამიშულობა აქვს შენთვის ახალი თუ ძველია აი ჩვენ შინაგანს არ უფიქრდები და სულ გარეგნულში ვეძებთ რაღაცა მივიღოთ არ მივიღოთ კარგია ცუდია ესეთი ეს გაკითხვის სულია თქვენ ეხლა მარხვა მიდის და ადამიანები უფრო იცავენ ახლა თქვა საკვების არ მიიღებას რაც არ უნდა მიიღონ ამ მარხვაში და გარკვეულწილად ისევ არიან განრისხებაში, განკითხვაში და რამდენად მათი მარხვა სწორი დაცვა მარტო საკვებით იცავენ ამას და იგივე ცხოვრობენ როგორც ცხოვრობდნენ. ნუ ახლა როგორ ვიტყოდ წერილში ყოფილი წერია მაგრამ თუ შენ არ გინდა წაიკითხო ის რაც შენ გამხელს მაშინ შენ იმას ვერ დაინახავ და მაცხოვარი ამ ხელს პროტაი იმათ ვინც გარეგნული ნიშნებით მარხულობსო რომ სახეს დაინწუხრებსო რაცეს ამოსელს რაცეს ჩაიცავსო და გულში იგივე ძველი კაციაო არო შენო თავზე ზეთ იცხეო პირი დაიბანეო და ესეთი სავსე სიხაოთ იყავიო მითხა რას ისევ
ზეთიცხე თავზე. შენი ფიქრები, გულის თქმები გამშრალო იყოს ღვთის მადლი და წყალობითო. ის დაალაგეო, შინაგანი შენი. სახე დაიბანეო რა, სახეს არ იბანს, კი, მაგრამ რატომ იბნება? არა. შენი გარეგნული მოძრაობა, საქმიანობა, მეტყველება, დამოკიდება ადამიანთან, ის სახე შენი დაიბანე, ანუ სუფთა იყოს შეთან მიმართებაში, გარემოსთან. ხო? და შენი საუნჯეშიო, საუნჯე ზოგადად სადაც ფულებში ნახავს, ან თარმაგალტეს ნახავს, იქ შედი არა, შენი საუნჯე შენი გულიაო. ანუ შენ გულში გულწრფელად ილოცეო. ფარულათო. და უფალიო ხედავსო და ფარულსო, ცხადად მოგაგებსო შენ. წერია ეს ყველაფერი და ჩვენ ასე ცხოვრობთ. მე გითხულობ ხოლმე ხა ასეთი მარხვა, ისეთი მარხვა და მარხვაზე პირდაპირ მოწყლიოსო საჭმელს და სასმელიო სასხოს არ იპირდებსო. ეს გარეგნული გამოხატულებაა ჩვენი რაღაცა, რომ მე შემიძლია იმ გემრიელ საჭმელს მე მიყვარს, თავი შევიკავო. საჭმლის ბრალი კი არ არის, ჩემში ბრალი, რომ მე ვარ დამოკიდებული ამაზე. აი ამ დამოკიდებულებას განთავისუფლდე შენ. თორე ჭამა არ ჭამა კი არ არის. ეს ჭამა არ ჭამა შენი შინაგანის გამოსასწორებლად არის, რომ დამოკიდება იყო ან სასმელზე, ან ტკბილეულზე, ან ხორციელზე რაღაცა. თავშეგაება ვისწავლოთ. თავშეგაება ვისწავლოთ. ოღონდ შენ და ფლობდი შენ თავს და არ უნდა იყო მონა რაღაცის. არც საჭმლის და არც ხვარების. გემოთ მოყარების თუ იქნება თუ სასმელის რაღაცა. ხო? ეს არის. ეს მთავარი ასე მარხვისა, ეს არის კულტურა. შენი სულიერ ზრდის. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. და მაცხოვრებს რომ ლოცვითო და მარხვითო განიდევნებაო. თუ ლოცვა შენი გარეგნულია, თუ მარხვა შენი გარეგნულია, მაშინ მასურის ხელში ხარ აბა. გარეგნული უნდა იყოს, მაგრამ არასაკმარისია გარეგნული და თუ გარეგნული შენ ამაყოფ ამით, მით უმეტეს დაღუპელია შენთვის მაშინ. ეს ყველაფერი წერია წერილში. თუ შენ კითხულობ და ითავისებ ამ სიტყვას და ცოცხლდება სიტყვა შენში, მაშინ შენ დასაკვირველია იცვლები. და თუ არა, ну რაც იყავის რჩები. მე ტრაბახე შენ რომ მარხულობ თუ არ მარხულობ თუ რა გასაკეთებ. ეს განუფა ერთი შეკითხვა მაქვს კიდე და ამასაც გეტყვით, მაგრამ აი როცა ლოცულობ შუაგულ ლოცვაში არჩევით ალმოვიდან ახლობლები, როგორ მოვიქცე? დავაცდევინო და ლოცვის დამთავრების შემდეგ ვისტუმრო თუ შევწყვიტო ლოცვა და მივეგებო მათ? გაჩნია ვინ მოვიდა და კარი ვინ გაუღო? რო შემოვიდა ესე ხო არ მოვიდოდა. ესეთი მოღვაწე იყო განსვენებული მიტოპოლიტი ანტონი სუროჟელი მიტოპოლიტი მასაკ პატარა წიგნი გამოცემული ლოცვის შესახებ და ესეთი კითხვა დასო ლოცვა სახში არ ახართ და ვიღაცა მოვიდა და გიკაკუნებს კარზეო ვინ გავუღებს კარსო თუ არა ხარ ვინ არ გავუღებსო თვითონ ლოცულთო თქვენ სახში ხართ ამ შოფერში თუ ფათან ახართ თუ ფათან ხარ არ მესმის იქ ვინ მოვიდა მაგრამ თუ ოჯახის წერმა გაუღო კარი შემოვიდა მაშინ ის ოჯახის წევრი დაელაპარაკოს იმას და მე მაცადე მიჯერ უფალთანა ვარ მაგრამ არის მეორე მომენტი სტუმარი ღვთისაა ხო ჩვენ ქართველებმა ვიცით რა იცი რატომ მოვიდა ეგ განსასწრელი ეგ გაჭირება ეგ რაღაცა ვერ დაიტია მოვიდა შენთან ნუგეშისთვის თანადგომისთვის და მაშინ შენ მიიღო ანუგეშო ხო და თუ მოვიდა რაღაცა ამავე რაღაცას ავიტესეთ
იცი დამეო ცოტა ხანი ხოლმე ხო ეხლა აი რაღაცაით შენ თვითონ სიტუაცია გიკარნახოს როგორ უნდა მოიქცე ეს არის აქ წინასწარ გამოტოვილი წესები არ არის მაგრამ სინდისი კარნახობს შენ როგორ მოიქცე და ბოლო თქვენ მეფება მოდის მაისის თვე და ხშირად გსმენია რომ მაისის თვეში არ შეიძლება ჯვრის წერა ნუ ეგ ხან გიკვირს რომ აი თოთ ახლა რუსოფობია იჩენს თავს ხოლმე და ამ დროს რუსული ვიღაცა შეყოფის ხორბში არის ეგეც და რუსულად მაი მე გადავხდა მაიაცა მაიაცა აი იწანწალებ მთელი ცხოვრება და ვინც მაისში ისე იტყვი кто май женится всю жизнь будет маяться ხდა თუ შენ რუსული არ გიტოს მაშინ რატო იჯერებ ამას და თუ იჯერებ მაშინ რატო გძულს თუ გძულს ხომ მიგებ და მაგრამ ეს არის ხალხური გამოთქმა არის და მად სხვა საკითხი არის მოდი სხვანაირად შევხედოთ თაქვე მაისში კი არ არის აპრილი და ივნისში არა თუმცა რომ გაზაფხული უფრო ემოციებს იწვევს ადამიანში ხო თვითონ ახალგაზრდული რაღაცა ენერგიებია და შეიძლება აქ იგულისხმება რომ აი ესენი გაზაფხულს აღტკინება იწევს შენ რაღაცა დამოკიდებულებას და ეხლა მოიცა დაელოდე შემოდგომამდე გაიცანი კარგად მიხედა ნაყოფები ნახე შემოდგა ნაყოფი ჟამი არის ამ ურთიერთობის თავის შობლის მიმართ როგორი დამოკიდებულება დედამაშ როგორი დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან რაღაცასთან დანახე ჯერ გაიცან ცოტა და მოიხონდა იმასთან იცხოვრო და ვინ არის არ უნდა გაიგო რატო ნუჩქარობთ ასე მაშინ ესე ვიტყოდით რომ ჯერ შენი თავი აღზარდე რომ ოჯახის პატრონი იყო мама ან კიდე ოჯახის დედა თუ თხოვდები იყო დედობა დიდი ჯვარია თითოეული მშობიარობა ნუ ეხლა ყველაფერს ადვილი შეიძლება დააძინებენ საკეისოთი ამოიყვანენ და ბატონო შენ გაიღვიძე წაიყვანე და თანა განცდა ეს აი დიდი ტკივილით მოპოვებული შენთვის განძი შენი სიცოცხლე და სიცოცხლის გაგრძელება თუ ეს განცდა რა გაქვს მაშინ რაც გიყვარს ბავშვი და მით უმეტეს ახლა რაღაც მოიგონეს ისე კი დედები რაღაცა არიან სუროგატი დედებიო და ვერ ხვდებიან რომ იმ ბავშვის შენ დედა არ ახარ რატო ის შენ წიაღში არ იზრდებოდა მაშინი ხმა არ მოусმენია მაშინი გზნობა არ უგზნია მაშინი გულისცემა არ გაუგია ის შენ მისთვის ხარ უცხო და როცა უბრალოდ დედა ის უბრალოდ დედა არის მისთვის დედა მისი ხმა ესმოდა მისი ემოციები მის ყველაფერი და უცებ აღმოჩნდება ამ დედის ხელში და ბავშვის ეს დიდი სტრესია ის აღარ არის ეს ვინ არის ჩვენ ხო ამას ვერ ხვდებით იმიტომ რომ ბავშვი ამას ხო ვერ გამოთქვამს ეს სტრესი მთელი ცხოვრება გაყვება მას აი ტექნოგენურმა ამ ცივილიზაციამ შემოიტანა იმდენი მსგავსობა იმდენი სიმახინჯე ჩვენ ამას ვერ ხვდებით რატო კომფორტულია კომფორტებით იპყრობს ადამიანებს არ ვწავლობ არ ვიმშობიარებ აგას სხვა იმშობიარებს და მე მეყოლება და პირდაპირ გეტყვია რომ უფალმა ესაო თქვა ხო დედაკაც ხო ტკივილები ჩობ შენ დაუწეს რომ დააფასო სიცოცხლე რა ძვირფასი არის ახალი სიცოცხლე და შენ გამოსულ სიცოცხლე და ღვთისაგან მოცემულ სიცოცხლე ღვთისათვის არ არის ძვირფასი აი უნდა გესმოდეს სიდიადე ამ ქმილებისა და რა ძვირფასი რამე გაქვს შენ მოცემული
ნამდვილად დედობა და შეიძლება ფაქტობრივად ეგ სიკვდილზე მიდის დედაკაცი ხო და არა უნდა ის კომფორტულად თუ არაფერი არ იგზნოს და ჩაიდოს ხოლმე წავიდეს და მან გაუფასურებული მისთვის ეს სათამაშო ხდება არა ტკივილით მოპოვებული არა ესე გასართობად რაღაცა ну აი ხა არ განვიკითხავთ მაგრამ თვითონ მოვლენა არის მიუღებელი მაგრამ კომფორტით გიზიდავს ადვილი არის ფული გადაიხადე და კარგად იქნება ყველაფერი თქვენ ჩვენი დროც ამოიწურა გადაცემის დავიმშვიდობა ჩვენ ტელემაყურებლებს მადლობა რომ მოგზავნით მეფება დაგვაფასეთ გაგვახარეთ აი სამშაბათს ჩვენი აქტუალიზაციის აღდგენის იხვალ და არის 12 საათზე იქნება ბაგრატის ტაძარზე ხო? ბაგრატის ტაძარში 12 საათზე ჩაატარებთ პარაკლის გადაიხდით სამადოველ პარაკლის და მოიხსენებთ პანოშიც გადავიხდით ვინც იღვაწა ავტობუს აღდგენისთვის იმათვის ასე რომ შემოგვერთდნენ ჩვენი ტელემაყურებლები ერთმანეთს უთხრან ნამდვილად ყველა უნდა მოვიდეს და ეს დღე ყველა უნდა დააფასოს შეუძლია ისეთ ღირებულია ხო დამოუკიდებლობა იბატონო დიახ კიდევ ერთხელ მადლობა მეუფებ მოგზავნებისათვის გემშვიდობებით პატრიოტულ ტელემაყურებლებო მომავალ შეხვედრამდე